მოგესალმებით გოგონებო. დღეს რაღაცა ნაკადში ვარ, ლაივშიც ვიყავი. ახლა მეგონა დავიცინებდი, მაგრამ მინდა გამაშალა მანარაზე. ძალიან დიდი ხანი არ გაგვიშლია ჩვენ მანარას და ვნახოთ. მისი დამოკიდებულება ვნახოთ თქვენთან დაკავშირებით. როგორია მისი დამოკიდებულება საერთოდ? მანარა რა თქმა უნდა ჩვენ ძირფესვიანად გვეტყვის და თქვენ დადებით დიდად აქედან ნუ ელოდებით, რაც უფრო სიმართლე გეცოდინებათ, უფრო შეიარაღებული იქნებით და რა თქმა უნდა თუ თქვენზე ეცგაშლა გააგრძელეთ ყურება. ჯერ ვნახოთ როგორი სიტუაცია და იქით გამომდინარე ვიმსჯელოთ, რომ უფრო კარგად მიხვდეთ. როგორი სიტუაცია ახლა თქვენთან? ახლა არის სიტუაცია, როცა შენ თითქოს მას პასიურად დასცინი. რაღაცნაირად აი შენ აკონტროლებ უკვე ამ ადამიანს. შენ თუ გრძნობ ამ ენერგეტიკას, მაშინ გააგრძელე ყურება. უყურებ ის რაღაცნაირად, რა პატარა ხარ. რა სასაცილო ხარ. რაღაცა იაზვა ხასიათს უყურებ ახლა მე ამაში. გაღვიძებული მდგომარეობა გაქვთ. გაღვიძებული მდგომარეობა ნიშნავს თუ ადრე რაღაცაში ვერ ერკვეოდი, ახლა გარკვეული ხარ. აჰა, მე დაგინახე როგორი ტიპაჟი ხარ. ნახოთ მისი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა თქვენ თუ ხართ ასეთ სიტუაციაში გააგრძელეთ. მისი დამოკიდებულება რა არის? როგორი არის? რა, ნახოთ. ზედა კარტი. დამოკიდებულება, მაგის სხვა მინდოდა, მაგრამ შევეცდები, რომ არ იფიქროთ, რომ მე ვაკნინებ ან დავცინი მინიმუმ ამ ადამიანს, არავითარ შემთხვევაში, უბრალოდ მან არა როგორც მოლაპარაკებს, ისე უნდა ვთქვა, შევეცდებით ვეწილავთ თქვა ეს ყველაფერი. ეს ადამიანი თქვენზე ერთ ყურებამდე შეყვარებული, პირველ რიგში. მაგრამ როგორ ჩანს ახლა ეს ყურებამდე შეყვარება, კაი მოსასმენია, მაგრამ ცოტა წაუშტერებს. აი ესეთია რა მისი სიყვარული და ზოგადად ტიპაჟურად. ვერ გაიგებ ამ ყველაფერს. ახლა წაუშტერებს ცოტა სუბუქავ თქვი, ხო მე ვიხდით. და რატო? ძალიან თვითონვე ამცირებს ამ გრძნობას საკუთარ თავში. აბსოლუტურად არ არის გამოხატული თქვენს მიმართ ეს მდგომარეობა და თქვენ ამას უკვე ხვდებით და გრძნობთ. შეუძლია ამ ემოციურ ჭაობში ჩაიძიროს, ოღონდ არაფერი არ თქვას, ოღონდ ეს ყველაფერი არ შეიმჩნიოს და იმის მაგივრად რომ რამე გააკეთოს ნორმალური პირიქით ყველაფერს ძალიან დესტრუქციულად და ძალიან არეულ-დარეულად აკეთებს. აფუჭებს მისი მოქმედება, აი ვერაფრით ვერ იტყვი ამ ადამიანზე, რომ ყურებამდე შეყვარებული, გარდა რეალურად სულ სხვა რამეს გაჩვენებს, ყველანაირ უარყოფის, უყოფ აქცეობას, საერთოდ თუნდაც უკონტაქტობას, მაგრამ ყურებამდე შეყვარებული და თავისი პირადი ჭაობი აქვს, სადაც იცირება და იცირება. მაგრამ ჯერ არ ჩაძირულა გეგონება, რაღაცა ფსკერი აქვს, ანუ რისი იმედი გაქვს, რომ ჯერ კიდე არ ჩაძირულ ხარ, აი რისი იმედი გაქვს. შენი აქტიურობის იმედი, იქ როგორ რაღაცა მომაქციე ყურადღება. რაღაცა გააკეთე ისეთი, რომ აი შენ მაიძულო მე თითქოს ამომიყვანო ამ გაურკვევლობიდან, რომელიც მაქვს საკუთარ თავთან, არა და გინდაკიდან მივდექი გინდიკიდან, ეს ადამიანი მაინც არაფერს არ გააკეთებს, შეიძლება მოსინჯეთ კიდეც, მაგრამ არა, რაღაცნაირია რა. ანუ იცი როგორი შეგრძნობა, 3D სურათები რო არის, აი პორტრეტი მამაკაცის, რომელიც просто პორტრეტია, რეალური პორტრეტია. სურათი რასაკეთებს არაფერს, უსულო საგანია, ხო, ჩვეულებრივად. შენგან ელოდება, რომ გამოაცოცხლო, გააღვივო, ყველაფერი გააკეთო, კიდე რას ელოდები?
რომ აი ეს შენი მისდამი დამოკიდებულება უნდა იყოს სტაბილური. რომ არ უნდა მერყეობდე. შენ თუ გადაწყვიტე მასთან ყოფნა და მის მიმართ რაღაცა ამტანიანობა, ხო, ეს უნდა გავაგრძელო. თითქოს შენ არ გაქვს იმის უფლება, რომ აგრძნობინო, რომ დაღლილი ხარ, არ გინდა ეს ადამიანი და მოკლედ უარყო. სულ უნდა რომ გამოიწვიო. ვიტყოდი იმას, რომ აღხსნო, ესეც უნდა, რატომაც არა აღხსნო. უნდა კი. როგორ ფიქრობ? ამ დამოკიდებულებიდან რომ ყურებამდე ხარ შეყვარებული და შენი პირადი ჭაობის შექმენი. თქვი გულწრფელად. გულწრფელად თქვი. სიყვარულია ეს შენი აზრით? ეს არის ტანჯვა, სიყვარული, ეს არის ტანჯვა, ეს რა ყოფილა სიყვარული. არ და როგორ ტოქსიკური ურთიერთობაა ეს. უბრალოდ ამ ურთიერთობიდან გამომდინარე და თქვენი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, რომელიც ერთი მეორეს ახშობს, ერთი შეიძლება ძალიან ეჭვიანია, მეორეც. თუმცა ერთნაირი ხასიათები გაქვთ და ჭამთ ერთმანეთს, ხო? აქედან ამ ურთიერთობიდან, ამ სისასტიკედან როგორ შეიძლება რამე გამოვიდეს და როგორ შეიძლება ამას უწოდოს სიყვარული? არ ეს არის ტანჯვა, ეს არის მარტოობა. არ მთლიანი სურათი, ზოგადად როგორც არის. მე როგორც უყურებ ხატაროდან, ახლა მე რა თქმა უნდა მის შეგრძნებებს გეუბნებით, მაგრამ სურათი როგორია, რა თქმა უნდა. ესე ბოლო მოგიღო, აი რაღაცნაირად, აი სული ამოგაძრო ბოლომდე, რასაც ქვია. არ ვიცი. რითი დადიხარ, როგორ არსებობ, როგორ მოხვედი აქამდე, მაგრამ ნუ ამ რეალობას აღწერს. პირიქით შენ ხარ მარტო. პირიქით აქეთ აქტოა მოლოდინის რეჟიმში. პირიქით აქეთ გალოდინებს. არ და განცდა აქ საპირისპირო. ანუ პრეტენზიები ძალიან ბევრი აქვს. რამეს გააკეთებ და არანაირი მადლიერების შეგრძნება არა აქვს. უყურებ ამ ყველაფერს შენში ამოარყოფით? არა. სიამოვნებას იღებს შენ რო იტანჯები ურთიერთობაში. შენ რო ხარ მოლოდინის რეჟიმში, გეგონება ისე კარგად გიცნობს, რომ რასაც აი კონტაქტიც რო არ კონდეს, ზუსტად იცის რომ ილოდები. აი რაღაცა რო თითქოს სასიცოცხლო ენერგია მისი მოქმედება შენს მიმართ. არ ჩენ ხარ ისეთი გოგო, რომ აი რაღაცნაირად ასე დაიჩაგრო თავ. მაგრამ იჩენ რაღაცნაირ სისუსტე გაქვს მაინც ამ ადამიანის მიმართ. შენ მისთვის ძალიან მიმზიდველი ხარ. ახლა როგორ გიყურებს იცი? რომ შენ გააკეთე დისტანცია, შენ გაქვს დისტანცია. რომ თითქოს ეზიარე რაღაც თავისუფალ ცხოვრებას მის გარეშე, რომ აღარ ხარ მასზე დამოკიდებული, აწყვეტილი ხარ. თქო კარგი გაგები და მისგან აწყვეტილი ხარ. თან რამესიც გეუბნება, რომ ნერვები აქეთ დამაგლიჯე. აი ვისვენებ მე შენგან. შეგიძლია კი ბატონო მიბრძანდი. მიუწდომელი ხარ მისთვის უკვე, აი რაღაცა ძალიან შეიცვალე. შენ უკვე როგორ ხარ ისი? რაღაც მომენტში შეიძლება თავშიც კი აგივარდა ის მომენტი, რომ უკვე გრძნობ შენს ქალურ ენერგიებს და უკვე როგორ უყურებ ეს რაღაცნაირად ეგრე ესეთი შეხედულება. იმიტომ რომ შენ უკვე დაიწვი ამ ჯოჯოხეთის ცეცხლში და გადარჩი.
გახსოვს შენი ტკივილი, მაგრამ შენ ის აღარ ხარ. ვინც იყავი და ამაზე გული წყდება. ისე ფარული ურთიერთობას უფრო გავს ეს ყველაფერი. თუ ფარულია ეს ურთიერთობა, გოგონებო, შენ არ ჩუნდება ესე და ზუსტად ეს იზიდავს ამ ადამიანს შენში, თუ ფარულია, მაგრამ სერიოზული ურთიერთობას და გრძნობასაც იმიტომ გაურბის და არ აღიარებს შენთან, რომ შენ ხარ ისეთი, რომ პირიქით, მე აქეთ თითქოს თითზე დაიხվევ და აქეთ უნდა გინატროს, აქეთ უნდა მართო და მოკლედ ეს ყველაფერი მიუღებელია მისთვის. არ ხართ თქვენ კარგი წყვილი. თითქმის ჯიბეში ყავს ეს ადამიანი ჩასმული, მაგრამ ეს ის მომენტია, რომ მთლად შენი ქალობით და ენერგიებით არ ჩაგისვამს ჯიბეში, იმიტომ რომ მან მოგცა ამის საშუალება. აქ არის თამაში. აქ არის თამაში და აქ არის როცა თქვენ ერთმანეთთან მაინც ნიღბები გაქვთ, ნიღაბი ორივეს. შეიძლება იმას საშუალებას გააკეთოს ისე როგორც მას უხარია იმ მომენტში და რეალურად შენ სულაც შეიძლება არც გისწორდებოდეს ესეთი თამაში და ესეთი მორგებული სიტუაცია მასთან. მაგრამ რაღაც ამ თამაშსაც თავისი მუღამი აქვს. დამოკიდებულება კიდევ ნახოთ მისი. სულ საყვედური მომდის, ანუ რაღაცა საყვედურს ლაპარაკობს. რთულია შენთან ურთიერთობა, არ არის სიმშვიდე შენთან, ყოველთვის არის ჯახი ამ ურთიერთობაში. იმდენად გეტკინა ამ ურთიერთობაში, იმდენად რა აი ხო გეოვნები, მოკვდი და მე თავიდან დაიბადე. თვითონ ვერ დაიბადა თავიდან, მიუხედავად ამდენი საყვედურებისა, დაგინახა სხვა ადამიანი, სხვა შეგრძნების ქალი, რომელსაც უკვე ვერ მართავს და უკვე იმ თამაშის უფლებასაც აღარ აძლევ და რაღაცნაირად თავისებურად მარტოა ეს ადამიანი, მარტო სულია ეს პიროვნი. გოგონებო, ასეთი ფსიქოემოციური დამოკიდებულება წაიკითხა დღეს მან არა, წავიკითხე უბრალოდ მე, რა თქმა უნდა. ყველას გელოდებით კომენტარებში და უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დროებით